momშვიდობისა. მოგესალმებით ყველას. დადგა პარასკევი. პარასკევი. დღე რომელიც ძალიან გვიყვარს. ხო და რატომ? კიდევ ერთხელ უნდა წავეთამაშოთ ჩვენს ჯეკპოტს, რომელმაც მიუკაკუნა 2 მილიონ ლარს, უფრო ზუსტად რომ დავარ კონკრეტოთ, 1,818,680 ლარს შეადგენს ის და დროა გავათამაშოთ. დროა. როგორ ფიქრობ? გათამაშდება დღეს ჯეკპოტი ზურა. მე გული ყოველთვის კარგს მიგრძნობს, არა, შენ ყოველთვის არ გიგრძნობს გული კარგს, როცა ამბობ ხოლმე რომ გათამაშდება, აი მაშინ მოდი გავათამაშოთ დღეს ჯეკპოტი. ზურა, ესე იგი ყველაფერი კარგად იქნება დღეს. მეორე საპრიზო კატეგორიაც უნდა შეგახსენოთ აქვე 67,000 ლარს ის უკვე გაცდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ კარგი თანხა მოგროვდა ამ საპრიზო კატეგორიაშიც და ნახოთ აბა დღეს გამართლებს თუ არა ზურას პროგნოზები და გამოვკრათ თუ არა ხელს უკვე ეს მაღალ თანხებს. აბა მოიმარჯვეთ ბილეთები 724 ტირაჟი გახლავთ. ეს ჩვენ წარმატებას გისურვებთ კიდევ ერთხელ. აბა თქვენი ცით და თქვენმა იღბალმა 3-2-1. აჰა, აღხმაურეთ. იღბლიანო ბურთებო, აბა წამოდით ზუსტად ის ციფრთა კომბინაცია, რომელიც აგერ ჩვენს ტელემაყურებელს აქვს შერჩეული და ელოდებიან თავის იღბალს. აუხსენი რომ გჭირდება ჯეკპოტის გათამაშება. დავიწყეთ 16 რიცხვით, პირველი მომგებიანი ბურთი გახლავთ ყვითელი ფერის 16 რიცხვი და მეორე საპრიზო ბურთიც შემოგორდა. 4-იანი, ყვითელი და ლურჯი გვაქვს ჯერჯერობით. 16-4. რა იქნება შემდეგი? 34 გახლავთ შემდეგი საკმაოდ მაღალი რიცხვით გავაგრძელეთ. საშუალოთი დავიწყეთ, დაბლებში ჩავედით, ახლა ისევ ავედით. ისევ მაღლებში ვრჩებით, 42 მოგორდა ჩვენთან და ველოდებით მეხუთე მომგებიან ბურთს. ვნახოთ რა შემოგთავაზებს ჩვენი ლოტოტრონი. მეხუთე მომგებიანო ბურთო. 21 გახლავთ მეხუთე მომგებიანი ბურთი. ესე იგი ფერთა გამა დაცულია, ყველაფერი შემოგთავაზა დღეს ლოტოტრონმა და და 32 შემოგვიგორდა მეექვსე მომგებიან ბურთა და ბონუს რიცხვსაც დაველოდებით. ახლა და ყველაფერი უკვე გარკვეული იქნება. 40 გახლავთ ბონუს რიცხვი. მოდი კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ. 16-ით ვიწყებთ. 4-ით გავაგრძელოთ. 34, 42, 21, 32 და 40 გახლავთ ბონუს რიცხვი. აბა წარმატებები წარმატებები ყველას, ვისაც ჰქონდათ ბილეთები შეძენილი და შევსებული თქვენთვის სასურველი ციფრთა კომბინაცია და დიდი იმედი მაქვს რომ ახლა სიხარული ტრიალებს თქვენს ოჯახებში და ამას რა თქმა უნდა იმედია რომ ჩვენს გაგვახარებთ ამ შედეგებით აი აქ რომ გამოჩნდება ხოლმე, მაგრამ სანამ შედეგებს გავიგებდეთ და გავაცნობდეთ სრულიად საქართველოს და რუსთავეულის ტელემაყურებელს, მანამდე უნდა შეგახსენოთ იმ ადგილების შესახებ, სადაც შეგიძლიათ თქვენ ყოველ სამშაბათს და პარასკევს გამოსცადოთ თქვენი იღბალი, შეავსოთ ციფრთა კომბინაცია, რომელიც თავად გსურთ. ამისთვის არსებობს რამოდენიმე გზა, ეს გახლავთ ყველა დიდ სავაჭრო მოლში განთავსებული სერვის ცენტრები, სადაც მიბრძანდებით და თქვენი ნებასურვილის მიხედვით, რა თქმა უნდა, შეავსებთ ციფრთა კომბინაციას, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით მდებარეობს ლოტოს ჯიხურები და კიდევ ერთი პრაქტიკული ამბავი გზა. არ უნდა დაგვავიწყოს ელექტრონული ვერსია, რომელსაც შეგიძლიათ რომ ახლავე შეხვიდეთ და მომდევნო გათამაშებისთვის, ანუ სამშაბათისთვის შეიცინოთ ბილეთები, შეავსოთ და შემდეგ უკვე იმედი მაქვს რომ აი ეს მაღალი თანხები, რაც ვთქვით და ზურამ დაასახელა და რომელიც მე მგონი დღეს ვერ გავათამაშეთ. შედეგები თუ შეიძლება დღეს არ გაამართლა აი შედეგები. ვერ გავათამაშეთ. მე დაგაძალე. შენ რომ შენი ნებასურვილით იძახე ხოლმე აი მაშინ ამართლებს. ამიტომ აღარ დაგაძალებ ხოლმე. ეთერში ფაქტის წინაშე დამახინა და აი ნუ დამაძალებ. მე ვიტყვი აუცილებლად რომ შეგათამაშებ. დღეს ჩემი ხათრი. შემდეგი გათამაშებისთვის ძალიან დიდი შანსი გვაქვს რომ მოვიგოთ ჯეკპოტი მეორე კატეგორია, ასევე მესამე კატეგორიაში საკმაოდ დიდი თანხა დაგროვებულია უკვე და ის გაიზრდება თავისთავად ცხადია და ასევე მეოთხე კატეგორიას, რომელიც ძალიან მარტივი მოსაგებია, 2000 ლარს გასცდა და შესაბამისად უფრო მეტიც დაგვხვდება. კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ახლა ზურა, იგებს ის ვინც თამაშობს. ხოლო მოგება შეუძლია ყველას. რა თქმა უნდა, შეხვდებით სამშაბათს. კარგად დაისვენეთ, წინ უქმეები გელოდებათ, ასე რომ ის სიამოვნებთ. ბედნიერი უქმეები.